ელენე ხოშტარიას ქონდა პოლიციასთან დააპირისპირება ნატა ეხაც კიდევ დააპირისპირება აი პოლიცია არის გადასული ძალადობრივ რეჟიმზე გიორგი კირთაძე დააკავეს უკაცრავად თქვა გამოდი გოჩი აქედა ეხლა კადრში ვხედავ რომ აი სადამია გული ვითარება როგორც გითხარით კადრშიც ჩვენაც დავინახეთ დააკავეს გიორგი რატომ ვაწვევ ჩვენ შიდაც ვარ ჩვენ დამშვიდით და თქვენები დაამშვიდეთ ჩვენები დაამშვიდეთ ნუ გვაწვევით რატო გვაწვევით დამშვიდით დააბრუნეთ ყველაფერი ნატა დაიწყო იმით რომ ელენე ხოშტარიამ ის იკითხა სად არიან ირაკლი გებუაძე და გია ბესელია იქ იდგნენ პოლიტიკოსებიც რომლებიც იგივე შეკითხვას სვამდნენ და გიორგი კირთაძე როგორ დააკავეს ჩვენი თვალით უყურებთ რა მუხლით არის დაკავებული ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია იმიტომ რომ პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ კადრები არ გადაგვეღო პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ რომ იძალადეს ყველაზე ვინც კი აქ იყო ვეცდებთ რომ გავარკვიოთ უფრო მეტი დეტალი უკაცრავად გაგვატარეთ უკაცრავად გიორგი კირთაძე რა ბრალდებით დააკავეთ შეგიძლიათ გიორგი კირთაძე რა ბრალდებით დააკავეთ გიორგი კირთაძე რა ბრალდებით ეს მონკი რატოა ვალდებულები რატო გონიათ რომ ვალდებულები არ რატო როგორ ვიმარტოთ ადამიანი რატო დააკავეს განმარტოთ არ ხართ ვალდებული აი უფლება გარკვიოს რატომ დააკავეს გიორგი კირთაძე არა გავიგო უფლება ხო განმარტოთ თუ განმარტების უფლებაც არ აქვს პირდაპირ ეთერში რატომ დააკავეს გიორგი კირთაძე არაფერი საერთოდ ამათ მიზეზი არ ჭირდება ვინმე დასაკა წმინდა არავინ არ დატოვოს ამ ქვეყანაზე გიორგი კირთაძე რომელიც ცდილობდა დახმარებოდა თავის მეგობარს უბრალოდ განარიდეს შემდეგი ახსნა იქნება ის რომ განარიდეს სიტუაციას ვალდებულება არ გვაქვს თუ აუხსნათ ანუ რა უნდა ელაპარაკო ამას უფლება ხო აქვს თუ ახსნა რომ რატო იჭერენ ადამიანებს რატო დააკავეს გიორგი კირთაძე რატო დაიჭერეს ელენე ხოშტარიანი ელენე ხოშტარიას დააკავებას მოყვა გიორგი კირთაძეს კადრები ვერ გადავიღეთ იქ არ მოგდა პოლიციამ კი არაფერი არ უჩან უბრალოდ უნდა პატარა მიზეზი იმის რომ დაიჭერენ მოქალაქეები და არც კი მარტავენ შეიძლება რომ ელენეს დაკავების მიზეზი არაფერს არ ვლაპარაკობთ იმიტომ რომ ესენი არიან მონები რუსების მიერ დაქირავებული რომელსაც ქვია საქართველოს პოლიცია რომელსაც აწერიათ რომ უნდა ემსახურონ საქართველოს მაგრამ ემსახურებიან კრემლს არიციან არაფერი არ აინტერესებს დაურეკეს უთხრეს რომ და წაიყვანათ ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე და წაიყვანეს აი ახლა დგანან აქ ამხელა კაცები და რომ უსვამ კითხვას რატო დაიჭერეს ადამიანები სტიკერის გაკვრის გამო ამაზეც კი ვერ პასუხობენ რომ სტიკერის გამო დაიჭერეს აი ეს არის თქვენ გითხარით რატომ დააკავეთ ელენე ხოშტარი მუხლი შეგიძლიათ გითხრათ თქვენ ხომ დააკავეთ აი მუხლი გითხარით უბრალოდ ხათო მე არ გეკითხები მუხლი აი ამდენი სამართლოს უფროსი ძაღლი თქვენ ქობულეთის პოლიციის უფროსი ხართ იქნებ გითხრათ რა მუხლით არის დაკავებული ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე რა დააშავა არიცი გადაგობა უბრალოდ მუხლი გაინტერესებს აი თქვენ პოლიციელებო დიღბებს ამით გახართ ამდენი უბრალოდ გვაი მუხლი თქვენ არა გავხართ ინფორმაცია მუხლი არის ხო სამართალთან აი თქვენ გაყოფილი ხომ ესია გიცანით მეორე გამოგვირების რატომ დააკავეთ რა მუხლით განგვიმარტეთ გიორგი კირთაძე და ელენე ხოშტარი მიმართეთ პრესამსახურზე გამარტეთ რა პრესამსახურზე დააკავეთ ეხა პრესამსახურს დაუბრუნო თქვენ არიცი რა დაარღვია რა დააშავა რა გააკეთა რა დააშავა რა დააშავა აი ყველა ამას გეკითხვა მე ვთხოვო პარლამენტის დაბარად გვაჩნდა კადრი აი ყველას აინტერესებს გენო რატო დააკავეს თუ იცით რამე ახლა მუხლზე რო ვერ პასუხობენ გავიგეთ პრესამსახურთან გადაგვამისამართ ამდენმა ადამიანმა რატო დააკავეთ რომ ვიკითხე და
თქვენ თუ იცით რა მოხდა უბრალოდ სამს დავცავე მე ვიცი როდესაც სახე ჩანს და წესერად იგწევა რა და ადამიანები მოვარდნენ და გაიტაცეს ორი ადამიანი ფაქტი არის ეს რომ გაიტაცეს ჩვეულებრივი არიან ადამიანების გამტაცებლები მეტი არაფერი სამართალდამცავი არაფერი არ შერჩათ ამ ადამიანებს ასე მოვლენ დაგვარდებენ მე ჩვეულებრივად გაიძურწებიან მე ისევ მოვლენ მე ისევ ასე დაგვარდებენ და აი ეს ადამიანები ეს არის ჩვეულებრივი ივანიშვილის სახე იძინა ივანიშვილის და ერთხელ სამუდამოდ დასრულდებიან ამ ქვეყანაში ეს იყავით ჩვენ პოლიციამ არა უბრალოდ შეგვიძლია ვთქვათ რომ გადაგუთელეს მედიის წარმომადგენლები რატომ დააკავეს გიორგი კირთაძე და ელენე ხოშტარი ცოტა უკან ვიდექი და ეთქობა ამ პოლიცია არ დამინახავს უკან ვიდექი მაგრამ რასაც უყურებ ეხლა ამ პოლიციასთან საუბარის აღარ შეიძლება ეხლა ვის ტერორიზმზე ლაპარაკობენ ტერორისტები არიან იმიტომ რომ ტერორია ეს რასაც ხალხს უწყობენ ტერორისტები არიან ჩვეულებრივად ვეკითხები პოლიციას სამართალდამცავს მოქალაქე ვარ საჯარო პირი ხო ხარ დამისაბუთე კანონი მითხარი ნუ არაფერი არ იციან მხოლოდ დაკავება იციან ტერორია აბა რა ქვია ამას მეტი ეხლა სხვანაირად რა სახელი უნდა დავარქვათ ამას ტერორი და ადამიანების უკანონოდ ყოველგვარი დარღვევის დამტკიცების გარეშე იჭერენ და რა ვიცი მე დაგვიჭირონ ყველა მაშინა ვიქნებით ყველა დაჭერილები და რომელი უფრო თავისუფალი იქნება ვნახავ ნათია ლეთოდიანს ვკითხავ ნათია იქ იყავი ახლა ჩვენ პოლიციამ უბრალოდ არა მოგცა საშუალება გადაგვეღო ყველაფერი თუმცა ვიცი რომ ელენე ხოშტარია ისევ მოვიდა იმისთვის რომ ეკითხა სად არის გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე კი ეს ადამიანები რომლებიც პოლიციის ფორმაში გადაცმულები ეგრეთ წოდებული პოლიცია რომელიც რუსულ მილიციად იქცა და რომლებმაც იძალადეს გუშინ დაკავებულებზე დღეს მოვედით რომ უბრალოდ პასუხი გაეცათ მათ ჩვენთვის და ისინი რა თქმა უნდა დაიმალნენ არ გამოჩნდნენ და ჩვენ კანონით მონიჭებული უფლების ფარგლებში როცა გვინდოდა რომ სტიკერები გაგვეკრა და 15 იანვარს გაფიცვისკენ მოგვეწოდებინა მოსახლეობისთვის აი ამ სტიკერების გაყვრისთვის დაიჭირეს ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე როგორც ვნახეთ ყველამ ჩვენ ამათგან არანაირი კანონის აღსრულების მოლოდინი აღარ გვაქვს ძალიან დიდი ხანია და აი ეს რუსული მილიცია რა მნიშვნელობა აქვს დღეს დაიჭერენ ხვალ დაგვიჭერენ ყველას დაგვიჭერენ ყველას ვერ დაგვიჭერენ იმიტომ რომ ჩვენ ვართ უმრავლესობაში და ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ და უცილებლად ქათამაძეს უნდა ვკითხოთ ცილა სიმბოლური ალბათ იმ პოლიციელების წინ დგეხარ რომელმაც გუშინ მართლა შენზე ნახეთ როგორ იძალდეს დაგაკავეს დღეს მაინც გამოხვედი აქციას და ვხედავთ რომ ისევ დაკავებები დაიწყოს რასთან გვაქვს საქმე როგორ ფიქრობთ იძალდეს კანონის დახმარებით იმიტომ რომ უწყინარ სიტუაციაში მეგონა რომ დამაკავეს რაღაცა სტიკერის გაკვრისთვის და საბოლოოდ აღმოჩნდა ოფისში ეწერა რომ დამაკავეს თურმე პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენებისთვის და წევან დაინახეს ეს და მდგომარეობაში უცებ უწყინარ ვითარებაში დააკავეს ადამიანები რა ვიცი ჩვენ ვიდგებით აქ ყოველდღიურად მანამ სანამ ადამიანები მათ შორის ქართული ოცნების მომხრეები არ გაიგებენ რომ დიქტატურა კი არ მოდის დიქტატურა დღეს აქ დგას და მათ სახლებშიც ისადგურებს იმიტომ რომ მე არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება სადაც პოლიციელი მეტყვის იმას რომ მას მიოყენოს შეურაცხყოფა მაშინ როცა ერთი ადამიანიც არ არსებობს ვინც პირში იტყვის ამ ამბავს რომ ეს გავაკეთე და მე დრო რამდენად გვაქვს არ ვიცი თხოვ ოპერატორს თან წამომყვეს მე ვხედავ რომ აქ არის მოსული ბატონი ვარლამით ბატონო ვარლამ თქვენ ხო არ გაეცით ელენე ხოშტარიას დავალების დააკავების ბრძანება იმიტომ რომ დღეს გამხილათ მან საიდან მოიტანა გამხილა და აბრისთვის დააკავეთ ადამიანები ახლა პირბად ითხართ მოსული მაგრამ ხო გიცანთ იმაში გამხილათ რომ თქვენ ის პოლიციელი ხართ რომელმაც ლექსულ ლაშქაროვას გვამი გაიტაცა კი არ გავიტაცე ექსპერტიზაზე გადავიყვანეთ ის იყო გადაყვანა ოჯახს რო გამოსტაცეთ თქვენი ბრძანები გაიტაცეთ ოჯახის ნების წინააღმდეგ გინდათ ეხლა გავუშვათ დეზინფორმაციას ნუ ავცელებთ დეზინფორმაციას ავცელებთ ისევ რაღაც ხდება ესევ ხედავ კი ეხლა კიდე დაკავებების სერია მიდის წაწაწ ალმაგრები აკავებების მედიას ვის შუშანამაც ხელი არ მკრაც თქო მოკლედ ყველაფერზე რა დაიძახა გრიგოლ ბესელია გამოჩნდა
მიხედავთ რომლებიც უკვე მომეხმარე აქა მომეხმარე აქა გავიგო დიახ